საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ მიიღოს კონკრეტული ზომების შემდგომი ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ფაქტები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააფიქსირდა. Ვკითხულობთ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მათივე ინფორმაციით ადამიანის უფლებების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არის მომზადებული. ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ბევრ დაკავებულს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხანგრძლივად და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით და სხეულის ნაწილების დაზიანებით დაემუქრნენ და მათ უარი ეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე, აღნიშნულია ექსპერტების განცხადებაში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მოვლენების გამოძიება. დღემდე ამ გამოძიებას არ ქონია რაიმე შედეგი, მაშინ როცა მრავალი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება, აცხადებენ გაეროს ექსპერტები. მათივე განმარტებით, ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით საქართველოს ოფიციალური პირებისგან ელოდებიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას. ყველა თვითნებურად დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს და ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, უნდა გაეწიოს, აღნიშნულია ანგარიში. გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ექსპერტებმა წერილობით მიმართეს საქართველოს მთავრობას ამ საკითხებთან დაკავშირებით და განაგრძობენ ვითარების მჭიდრო მონიტორინგს.